ეხლა გავაგრძელოთ საუბარი კანონზომიერებების აღმოჩენაზე რიცხვით მიმდევრობებში. ჩვენ ადრე განვიხილეთ რიცხვითი მიმდევრობის რამოდენიმე მაგალითი, რომლებშიც კანონზომიერების აღმოჩენა და მისი წესის ჩამოყალიბება საკმაოდ მარტივი იყო. ერთი მათგანი იყო პერიოდული, ანუ გამეორებადი მიმდევრობა, რომელშიც მეორდებოდა ორი მომდევნო რიცხვი. აი მაგალითად ეს შეიძლება იყოს ასეთი 1 2 1 2 1 2. კიდევ განვიხილეთ ლუწი რიცხვების მიმდევრობა, რაც ასევე ადვილი შესამჩნევი იყო და მისი წესის ჩამოყალიბებაც საკმაოდ მარტივი. ასეთივე იყო კენტი რიცხვების მიმდევრობა. საერთოდ კანონზომიერების შემჩნევა არ არის ყოველთვის ასეთი ადვილი. არსებობს კანონზომიერებების ერთი კლასი, რომელიც საკმაოდ ხშირად გვხდება. ეს არის მუდმივი ნაზრდის მქონე რიცხვების მიმდევრობა. ამ სახის მიმდევრობაში ყოველი მომდევნო რიცხვი მიიღება წინა რიცხვისათვის რაღაც ერთი და იგივე რიცხვის მიმატებით. აი მაგალითად ასეთი მიმდევრობა 7 10 13 16 19. მართლაც აქ ჩვენ შეიძლება შევამჩნიოთ ადვილად, რომ ამ ორი რიცხვის სხვაობა, აი 10-ს გამოკლებული 7 არის 3. ასევე 13-ს გამოკლებული 10 არის ასევე 3. 16-ს გამოკლებული 13 არის 3. 19-ს გამოკლებული 16-იც არის 3. ამ სახის მიმდევრობებს უწოდებენ არითმეტიკულ პროგრესიას. ეს არის არითმეტიკული პროგრესია. ესე იგი ვიმეორებთ. არითმეტიკული პროგრესია ეს არის ისეთი მიმდევრობა, რომლის ყოველი წევრი მიიღება წინა წევრისათვის ერთი და იგივე რიცხვის მიმატებით. საერთოდ, როდესაც გვაქვს რაღაც მიმდევრობა და ვცდილობთ კანონზომიერების აღმოჩენას, მომდევნო წევრების სხვაობების შემოწმება არის საკმაოდ გავრცელებული პროცედურა. ესე იგი, შეიძლება ვთქვათ, რომ თუ რაღაც მიმდევრობას უყურებთ და გსურს კანონზომიერების აღმოჩენა, პირველი ცდა შეიძლება იყოს უბრალოდ მომდევნო წევრებს შორის სხვაობების ნახვა. მაგრამ ეს ყოველთვის არ იძლევა იმ შედეგს, რომ ეს სხვაობა არის ერთი და იგივე რიცხვი. აი განვიხილოთ ერთი საინტერესო მაგალითი. ავიღოთ ასეთი მიმდევრობა 1 4 9 16 25 და 36. ეხლა დავაკვირდეთ აქ სხვაობებს. პირველი ორი რიცხვის სხვაობა, ორი მომდევნო სხვაობა გვაძლევს 3-ს. შემდეგი ორი სხვაობა გვაძლევს 5-ს. შემდეგი ორი სხვაობა გვაძლევს 7-ს. შემდეგ არის 9, ხოლო შემდეგ არის 11. თუ დავაკვირდებით სხვაობას, დავინახავთ, რომ სხვაობები არ არის ერთი და იგივე, თვითონ სხვაობა იცვლება. ესე იგი, პირველი ორი სხვაობა იყო 3, მერე გახდა 5, მერე 7 და ასე შემდეგ. ესე იგი, ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ეს არის არითმეტიკული პროგრესია, იმიტომ რომ სხვაობა არ არის მუდმივი. მაგრამ შეიძლება გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი. განვიხილოთ თვითონ აი სხვაობების სხვაობები. ესე იგი, თუ 5-ს გამოვაკლებთ 3-ს, მივიღებთ 2-ს. 7-ს გამოვაკლებთ 5-ს, მივიღებთ ისევ 2-ს. თუ
9-ს გამოვაკლებთ 7-ს, მივიღებთ ისე 2-ს. თუ 11-ს გამოვაკლებთ 9-ს, მივიღებთ 2-ს. ესე იგი აქ კანონზომიერება შეიძლება იყოს ეს, რომ მართალია სხვაობები არ არის ერთი და იგივე, მაგრამ თვითონ სხვაობებია ერთი და იგივე და მუდმივი და იგი ტოლია 2-ის. აი ამ წესის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ რა იქნება შემდეგი სხვაობა. შემდეგი სხვაობა იქნება 13. ანუ თუ თავდაპირველი მიმდევრობის გავრცობა გვინდა 36-ს შეგვიძლია მივუმატოთ 13 და მივიღებთ 49-ს. ესე იგი აი აქ სხვაობა არის 13, 49-ს აკლდება 36 და არის 13. ანუ ჩვენ გამოვიყენეთ ის წესი, რომ თვითონ სხვაობა გაიზარდა 2-ით და თვითონ ეს სხვაობა შემდეგ მივუმატეთ ამ რიცხვს 36-ს. მისგან მივიღეთ 49. მოდი ახლა გამოვიყენოთ იგივე წესი და ვნახოთ რა შეიძლება იყოს შემდეგი რიცხვი. რადგან ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სხვაობა იზრდება 2-ით, ამის მომდევნო სხვაობა უნდა იყოს 15. ესე იგი 49-ს უნდა დავუმატოთ 15. ეს მოგცემს 64-ს. შემდეგი სხვაობა უნდა იყოს 17. ეს მოგცემს 91-ს. და ასე შემდეგ, იგივე წესი ჩვენ შეგვიძლია რამდენჯერაც გვსურს იმდენჯერ გამოვიყენოთ და მივიღოთ სხვა წევრები ამ მიმდევრობის. ეხლა დავაკვირდეთ მიღებულ მიმდევრობას. ადვილი შესამჩნევია, რომ ეს არის ნატურალური რიცხვების კვადრატების მიმდევრობა. კერძოდ, აი 1 არის 1-ის კვადრატი, 4 არის 2-ის კვადრატი, 9 არის 3-ის კვადრატი და ასე შემდეგ. ესე იგი, ჩვენ ფაქტიურად გვაქვს კვადრატების მიმდევრობა. 1-ის კვადრატი, 2-ის კვადრატი, 3-ის კვადრატი, 4-ის კვადრატი და ასე შემდეგ. ეს არის მეორე წესი, რომელიც აღწერს ამ მიმდევრობას. ერთი წესი იყო ის, რომ სხვაობები იყო ერთი და იგივე და ამ წესით მივიღეთ ჩვენ რაღაცა მიმდევრობა, უпростоრად რაღაცა მიმდევრობა გავავრცეთ და მივიღეთ მიმდევრობა, გავრცობილი მიმდევრობა. მეორე წესი, რომელიც შევამჩნიეთ, არის ის, რომ ეს არის კვადრატების მიმდევრობა, ნატურალური რიცხვების კვადრატების მიმდევრობა. ანუ ფაქტიურად ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ორი სხვადასხვა წესი, მაგრამ ეს ორივე წესი აღწერს ერთსა და იმავე მიმდევრობას. ესე იგი, ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ასე, რომ ერთი და იგივე მიმდევრობისთვის კონდეს ორი სხვადასხვა წესი. და კიდევ აღმოვაჩინეთ ერთი საინტერესო რამ, რომ ნატურალური რიცხვების კვადრატების მიმდევრობა არის ისეთი მიმდევრობა, რომელშიც სხვაობების მიმდევრობა არის არითმეტიკული პროგრესია. ანუ თუ ავიღებთ ახალ მიმდევრობას, რომელშიც წევრები არის ამ მიმდევრობის წევრების სხვაობები, აი ეს მიმდევრობა იქნება არითმეტიკული პროგრესი. ესე იგი, ნატურალური რიცხვების კვადრატების მიმდევრობაში სხვაობების მიმდევრობა ადგენს არითმეტიკულ პროგრესიას, რომელშიც სხვაობა არის 2-ის ტოლი. განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. აი მაგალითად გვაქვს ასეთი მიმდევრობა. 1
8 13 21 34. ეხლა ვნახოთ რა არის აქ სხვაობები. როგორც თქვით, ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რომ როდესაც გვინდა კანონზომიერების აღმოჩენა, პირველ რიგში ვაკვირდებით სხვაობებს. თუმცა არსებობს სხვა ხერხებიც, მაგალითად შეიძლება ზოგჯერ დავაკვირდეთ არა სხვაობებს, არამედ შეფარდებებს. მაგრამ ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ ისევ ის წესი და დავაკვირდეთ სხვაობებს. რას მოგცემს სხვაობა? 2-ს გამოკლებული 1 არის 1. 3-ს გამოკლებული 2 არის 1. 5-ს გამოკლებული 3 არის 2. 8-ს გამოკლებული 5 არის 3. 13-ს გამოკლებული 8 არის 5. 21-ს გამოკლებული 13 არის 8. 34-ს გამოკლებული 21 არის 13. ეხლა თუ დავაკვირდებით სხვაობების მიმდევრობას და პირველ წევრს არ მივაქცევთ ყურადღებას, დავიწყებთ მეორე წევრიდან, შევამჩნევთ, რომ სხვაობების მიმდევრობა თვითონ იმეორებს თავდაპირველ მიმდევრობას. ანუ თავდაპირველი მიმდევრობა იწყებოდა 1-დან, შემდეგ 2, 3, 5, 8, 13, 21 და სხვაობების მიმდევრობაც იგივეა. ხოთ პირველი წევრის გარდა, მეორე წევრიდან დაწყებული სხვაობების მიმდევრობა გაიმეორა თავდაპირველი მიმდევრობა. ამიტომ აქაც თუ ამ კანონზომიერებას მივყვებით, ადვილია ზედა მიმდევრობის გავრცობა. 13-ის შემდეგი რიცხვი რა იყო ზედა მიმდევრობაში? 13-ის შემდეგი იყო 21. ესე იგი აქაც შემდეგი წევრი იქნება 21. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი აქ რაც უნდა ეწეროს ამ ადგილზე, მისი და 34-ის სხვაობა არის 21. აქედან გამომდინარე, ამ ადგილზე ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ 34-ს მიმატებული 21, რომელიც ტოლია 55-ის. და ასე შემდეგ. იგივე წესი შეგვიძლია აქ გამოვიყენოთ და დავწეროთ შემდეგი წევრები.